თავი მე-16. შუქი და ფერი. ვენეცია და ჩრდილოეთი იტალია. მე-16 საუკუნის დასაწყისი. ეხლა თვალი მივაპყროთ იტალიური ხელოვნების კიდევ ერთ კერას, რომელიც მნიშვნელობით მხოლოდ ფლორენციას თუ ჩამორჩება. ამაღ და აყვავებულ ვენეციას. ეს ქალაქი, რომელსაც აღმოსავლეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა, რენესანსის სტილს შენობა ნაგებობებში და კლასიკური ფორმების ბრუნელესკისეულ გამოყენებას იტალიის სხვა ქალაქებთან შედარებით ნელა ითვისებდა. მაგრამ დაიწყეს თუ არა ამის კეთება, ამ სტილმა ის ახლებური ხალისი, ბრწყინვალება და სითბო შეიძინა, რომელიც ალბათ ახალი დროის სხვა ნებისმიერ ქმნილებაზე მეტად შეგვახსენებს ელინისტური ხანის სავაჭრო ქალაქების, ალექსანდრიისა თუ ანტიოქიის ხდიდებულებას. სან მარკოს ბიბლიოთეკა ამ სტილის ერთ-ერთი ყველაზე ტიპური ნაგებობაა. ამ ქმნილების არქიტექტორი, ჯაკოპო სანსოვინო, ფლორენციელი იყო, თუმცა მან შეძლო საკუთარი ხელწერა და სტილი ადგილის დედისთვის. ვენეციის ლაგუნებში არეკლილი მოკაშკაშე სინათლისა და მისი თვალის მომჭრელი ბრწყინვალებისთვის მიესადაგებინა. ძნელია ესეთი სადა და მომხიბლელი ნაგებობა ცივი გონებით გაანალიზო, მაგრამ თუ კი ასე მოვიქცევით, მაშინ შევძლებთ დავაფასოთ ამ ოსტატთა საოცარი უნარი, ცალკეული მარტივი ელემენტები ჩააქსოვონ ახალ მოდელებში. პირველი სართული, მძლავრი დორიული ორდერით. ყველაზე მეტად შეესაბამება ტრადიციულ კლასიკურ მანერას. სანსოვინო ზედმიწევნით მისდევს ისეთ ნაგებობაში გაცხადებულ პრინციპებს, როგორც კოლოსეუმია. იმავე ტრადიციის მემკვიდრედ გვევლინება იგი, როდესაც ზედა სართულზე იონიურ ორდერს აცავსებს, მასზე კი აფუძნებს ეგრეთ წოდებულ ატიკს, რომელსაც ბალუსტრადა აგვირგვინებს, ზედ ჩანცკრივებული ქანდაკებებით. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ორდერებს შორის არსებული თაღოვანი ღიობები პილასტრებზე დაემყარებინა, როგორც ეს კოლოსეუმის შემთხვევაშია, სანსოვინო მათ პატარა იონიური სვეტების სხვა რიგს არხნობს და ამით გადაბმული ორდერების მდიდრულ ეფექტს აღწევს. ბალუსტრადების, გირლანდებისა და ქანდაკებების გამოყენებით, მან ნაგებობას დაახლოებით იმგვარი აჟურული იერი შესძინა, როგორც ვენეციის გოთიკურ ფასადებს აქვთ. სან მარკოს ბიბლიოთეკა იმ გემოვნების ნიმუშია, რომელმაც ჩინკვეჩენტოს ვენეციურ ხელოვნებას სახელი გაუთქვა. შესაძლოა ლაგუნის ატმოსფერომ, რომელიც ობიექტების ხაზებსა და კონტურებს არბილებს და კაშკაშა სინათლით ნთქავს მათ ფერებს, ასწავლა ამ ქალაქის მხატვრებს ფერი უფრო ფრთხილად და დაკურებით გამოეყენებინათ, ვიდრე ამას მანამდე იტალიის სხვა ქალაქებში აკეთებდნენ. ისიც შესაძლებელია, რომ ამ ტენდენციაში რაღაც წილი კონსტანტინოპოლს და იქაურ მოზაიკის ოსტატებთან კავშირსაც ედოს. ძნელია ფერებზე წერა ან მსჯელობა და ვერანაირი ილუსტრაცია, რომელიც ზომაში ბევრადაა შემცირებული, ფერის შედევრთა ნამდვილ იერზე ადეკვატურ წარმოდგენას ვერ გვიქმნის. ერთი რამ ცხადია. შუა საუკუნეების მხატვრებს მათ მიერ გამოსახულ საგანთა ნამდვილი ფერი არ ანაღლებდათ, ისევე როგორც მათი რეალური ფორმები. თავიანთ მინიატურებში, მინანქრულ ნაკეთობებსა და პანოებზე მათ მაქსიმალურად სუფთა და ძვირფასი საღებავების გამფენა უყვარდათ. განსაკუთრებით კი უხინჯო ულტრამარინის ლურჯის მანათობელ ოქროსთან შეხამებას სხალობდნენ. ხელოვნების დიდი ფლორენციელი რეფორმატორები ნახატით უფრო იყვნენ დაინტერესებულნი ვიდრე ფერით. რა თქმა უნდა, ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს მათი სურათები ფერისფრივ გამორჩეული არ იყოს. სწორედ პირიქითა. მაგრამ ფლორენციელ ხელოვანთაგან ცოტა თუ განიხილავდა ფერს, ნახატის მრავალგვარ ფიგურათა და ფორმათა ერთიან ნახშად შედუღების ერთ-ერთ უპირატეს საშუალებად. მათ ერჩიათ, ვიდრე ფუნჩს საღებავში ჩააწებდნენ, საამისოდ პერსპექტივისა და კომპოზიციის საშუალებებისთვის მიემართათ. ვენეციელი მხატვრები, როგორც ჩანს, არასოდეს უყურებდნენ ფერს, როგორც პანოზე უკვე დახატული სურათის დამატებით მორთულობას. როდესაც ვენეციაში წმინდა ზაქარიას პატარა ეკლესიაში შეაბიჯებთ და დიდად სახელგანთქმული ვენეციელი ფერმწერის, უკვე მოხუცებული ჯოანი ბელინის მიერ 1505 წელს შესრულებული საკურთხევლის მხატვრობის წინაშე აღმოჩნდებით, მაშინვე დაინახავთ, რომ ფერის მიმართ მას სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ეს სურათი განსაკუთრებით ნათელი ან კაშკაშაა, მაგრამ იგი თავიდანვე ახდენს ზემოქმედებას მნახველზე ფერების ხავერდოვნებითა და სხივოსნობით. მანამდე, სანამ იმაში გარკვევას მოასწრებდეთ, თუ რა არის მასზე გამოსახული, ვფიქრობ, თვით ფოტოსურათიც გარკვეულწილად გადმოსცემს, როგორი თბილი და გასხივოსნებულია ნიშა, რომელშიც გამოსახულია აღსაყდრებული ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. მას ხელი საკურთხევლის წინ შეკრებილ მლოცველთა დასავლეთსა დაღუმართავს. საკურთხევლის ფერხთით ანგელოზი ვიოლინოს უკრავს, ხოლო აქეთ-იქით ჩუმად განან წმინდანები. წმინდა პეტრეს გასაღებით ვცნობთ, წმინდა ეკატერინეს მოწამის პალმით და გატეხილი ბორბლით. აქვე ჩანან წმინდა ლუსია და წმინდა იერონიმე, სწავლული, რომელმაც ბიბლია ლათინურად თარგმნა და რომელიც მხატვარს კითხვით გართული გამოუსახავს.
წმინდანებით გარემოცული ღვთისმშობლის მრავალი გამოსახულება დახატულა მანამდეც და შემდეგაც, იტალიაშიც და სხვაგანაც, მაგრამ ამგვარი ღირსება და სიმშვიდე იშვიათად თუ ყოფილა მიღწეული. ბიზანტიურ ტრადიციაში ქალწული მარიამის გამოსახულება მკაცრად იყო ხოლმე მოქცეული წმინდანთა გარემოცვაში. ბელენემ იცოდა, როგორ უნდა შთაებერა სიცოცხლე. ძალზე მარტივი სიმეტრიული განლაგებისათვის ისე, რომ მისი წესრიგი არ დაერღვია. მან ისიც იცოდა, როგორ უნდა გარდაესახა წმინდა ქალწულისა და წმინდანების ტრადიციული ფიგურები ნამდვილ ცოცხალ არსებებად, ისე რომ მათი სიწმინდე და ღირსება ოდნავაც არ დაეკნინებინა. მას არც რეალური ცხოვრების მრავალფეროვნება და ინდივიდუალურობა მიუტანია მსხვერპლად, როგორც ეს რაღაც დოზით პერუჯინომ გააკეთა. წმინდა ეკატერინეს მეოცნების ღიმილი დაფენია. წმინდა იერონიმე კი წიგში თავჩარგული მოხუცის სწავლულია. თავისებურად ისინი საკმაოდ რეალურნი არიან, თუმცა არანაკლებ ვიდრე პერუჯინოს პერსონაჟები, თითქოს სხვა, უფრო მშვენიერ და უშპოთელ საუფლოს ეკუთვნიან. საუფლოს, რომელიც თბილი, ზებუნებრივი შუქით არის მოცული და რომელსაც მთელი სურათი აუსია. ჯოვანი ბელინი ვეროკიოს, გირლანდაიოსა და პერუჯინოს თაობას ეკუთვნოდა, რომელთა მოწაფენი და მიმდევარნიც ჩინკვეჩენტოს სახელმოხვეჭილი ოსტატები იყვნენ. ისიც საქმით გამორჩეულად დატვირთულ სახელოსნოს უძღვებოდა. აქ აღიზარდა სწორედ ვენეციური ჩინკვეჩენტოს ორი ყველაზე ცნობილი მხატვარი, ჯორჯონე და ტიციან. ცენტრალური იტალიის კლასიკოსმა მხატვრებმა თავიანთი სურათების ახლებურ, სრულ ჰარმონიას სრულყოფილი დიზაინითა და დაბალანსებული კომპოზიციით მიაღწიეს. ვენეციელი მხატვრებისთვის კი სავსებით ბუნებრივი იყო ჯოვანი ბელინის მაგალითს მიხოლოდნენ, რომელმაც სურათებისთვის მთლიანობის მისანიჭებლად ასე წარმატებით გამოიყენა ფერი და შუქი. სწორედ ამ ასპარეზზე მიაღწია ყველაზე რევოლუციურ შედეგებს ფერმწერმა ჯორჯონემ. ამ ხელოვანი ცხოვრების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. 5-ოდე ნახატი თუ მიეწერება მას დანამდვილებით, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას თითქმის ისეთივე დიდება მოეხვეჭა, როგორიც ახალი მიმდინარეობის დიდ თავკაცებს. საკმაოდ უცნაურია, მაგრამ თვით მისი სურათებიც რაღაც თავსატეხს შეიცავს. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რას გამოხატავს მათ შორის ყველაზე სრულყოფილი, ქარიშხალი. იხილეთ სურათი 209. შესაძლოა ეს იყოს სცენა რომელიმე ანტიკური მწერლის ან კლასიკის მიმბაძველის თხზულებიდან. ვენეციელმა ოსტატებმა სწორედ იმ დროს გაუგეს გემო ბერძენ პოეტთა ხიბლსა და სათქმელს. მათ პასტორალური სიყვარულის იდილიური ისტორიების ილუსტრირება, ვენერასა და მისი ნიმფების მშვენიერების გამოსახვა უყვარდათ. შესაძლოა ოდესმე მოხერხდეს იმ ეპიზოდის ამოცნობა, რომელიც ჯორჯონემ დაგვისურათა. იქნებ ეს რომელიღაც მომავალი გმირის დედაა და თავის შვილთან ერთად ქალაქიდან გაძევებული, რომელიც კეთილგანწყობილ ჭაბუკ მწყემს უპოვია. შეიძლება ესაა ის, რისი გამოსახვაც ჯორჯონეს სურდა. თუმცა ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშის სახელი ამ სურათს თავისი შინაარსის გამო არ მიუღია. შეიძლება მცირე ზომის ილუსტრაციაზე ძნელი აღსაქმელი იყოს, მაგრამ მასაც კი შეუძლია თუნდაც შორეულად დაგვანახოს მხატვრის რევოლუციური მონაპოვარი. მიუხედავად იმისა, რომ ფიგურები არც თუ გულდასმითაა დახატული და კომპოზიციაც ოსტატობის ხრით ცოტა არ იყოს მოიკოჩლებს, სცენას აშკარა ერთიანობას ანიჭებს განათება და ჰაერი, რომელიც მას მთლიანად მოიცავს. ეს ელვის ზებუნებრივი ციაგი გახლავთ. ეთყობა პირველად მოხდა, რომ პეიზაჟი, რომლის წინათ სურათის მოქმედი პირები მოძრაობენ, მხოლოდ ფონი აღარაა. სინამდვილეში სურათის ნამდვილი სიუჟეტი სწორედ ის არის. ჩვენ მზერა ფიგურებიდან პეიზაჟზე გადაგვაქვს, რომელსაც მცირე ტილოს უდიდესი ნაწილი უჭიროს. შემდეგ გვაო პერსონაჟებს უბრუნდებით და ხვდებით, რომ ჯორჯონე თავის წინამორბედთა და თანამედროვეთაგან განსხვავებით, საგნებსა და ადამიანებს სივრცეში მიყოლებით განსალაგებლად კი ახატავდა, არამედ მართლაც ერთ მთელად ჭრედდა ბუნებას, მიწას, ხეებს, შუქს, ჰაერს, სადა ადამიანებს მათ მიერ შექმნილი ქალაქებითა და ხიდებით ურთ. გარკვეული აზრით ეს ახალ საუფლოში ზუსტად იმ ხელა წინ გადადგმული ნაბიჯია, რამხელაც მანამდე პერსპექტივის გამოგონება გახდათ. ამიერიდან ფერწერა ნახატისთვის დამატებული შეფერადება აღარ იყო. იგი საკუთარი იდუმალი კანონებისა და საშუალებების მქონე ხელოვნებად იქცა. ჯორჯონე მეტისმეტად ახალგაზრდა გარდაიცვალა და თავისი დიადი აღმოჩენის ყველა ნაყოფი ვეღარ მოიმკა. სამაგიეროდ ეს ვენეციელ მხატვართაგან ყველაზე სახელგანთქმულმა ტიციანმა გააკეთა. იგი დაიბადა კადორეში, ვენეციურ ალპებში და როგორც გვამცნობენ 99 წლისა იყო, როდესაც შავი ჭირით გარდაიცვალა. ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მან ისე დიდებას მიაღწია, რომელიც ლამის მიქელანჯელოსას გაუტოლდა. მისი პირველი ბიოგრაფები მოწიწებით მოვითხრობენ, რომ იმპერატორმა კარლ მეხუთემ პატივისცემის ნიშნად მას ხელიდან გავარდნილი ფუნჯი მიაწოდა.
ეს შესაძლოა არც თუ ღირსშესანიშნავად მოგოჩვენოს, მაგრამ თუ სამეფო კარის იმდროინდელ უმკაცრეს წესებს გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ თანამედროვეთა თვალში ეს უთუოდ გენიის სიდიადის წინაშე უზენაესი ამქვეყნიური ძალაუფლების ქედმოხრის სიმბოლური გამოხატულება იყო. ტიციანს არც ლეონარდოს უნივერსალური განსწავლულობა ქონია, არც მიქელანჯელოს პიროვნული გამორჩეულობა და არც რაფაელის მრავალმხრივობა და მომხიბლელობა. იგი უწინარეს ყოვლისა ფერმწერი იყო, მაგრამ ფერწერაში მისი ოსტატობა მიქელანჯელოს მიერ ნახატის ხელოვნებაში მიღწეულს ედრებოდა. ამ ზეაღმატებული უნარის ძალით ბედავდა იგი, უგულებელეყო კომპოზიციის საუკუნეების განმავლობაში პატივდებული კანონები, რადგანაც მის მიერ ვითომდა დარღვეულ ერთიანობას ფერით აღადგენდა. თუ შევხედავთ 200-ათე სურათს, შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენდა იგი თანამედროვეებზე. ღვთისმშობლის გამოსახულების შუაგულში კი არა, სადმე სხვაგან მოთავსება თითქმის გაუგონარი რამ იყო. ისევე როგორც მეოხი წმინდანის, წმინდა ფრანჩესკოს და წმინდა პეტრეს, მოქმედების აქტიურ მონაწილეებად წარმოდგენად და რა ჯარა ჯოვანი ბელინის ყაიდაზე, სიმეტრიულად გვერდებზე განლაგება. აქ წმინდა ფრანჩესკოს სტიგმატებით ხელზე ჯვარცმული ქრისტეს მსგავსი ნაიარევით ცნობთ, ხოლო წმინდა პეტრეს იმით, რომ თავისი ღირსების ნიშანი, გასაღები, ღვთისმშობლის საღდრის საფეხურზე ჩამოუდია. საკურთხევლის მხატვრობის ამ ნიმუშში ტიციანმა ქტიტორთა პორტრეტების ტრადიცია გააცოცხლა, მაგრამ ამასთანავე სრულიად გარდაქმნა იგი. ეს სურათი ვენეციელი წარჩინებულის ჯაკობო პეზაროს მიერ თურქებზე მოპოვებული გამარჯვების გამო ღვთისმშობლისადმი მადლიერების ნიშნად იყო ჩაფიქრებული. ტიციანმა პეზარო მარიამის წინაშე მუხმოყრილი გამოსახა, მის უკან კი დახატა შეაბჯრული მედროშე, რომელსაც თურქი ტყვე შემოჰყავს. ღვთისმშობელსა და წმინდა პეტრეს ლმობიერი მზერა ქტიტორისთვის მიუპყრიათ. მეორე მხარეს, წმინდა ფრანჩესკო ყრმა იესოს ყურადღებას სურათის კუთხეში მუხმოდრეკილ პეზაროს ოჯახის სხვა წევრებისკენ მიმართავს. იხილეთ სურათი 211. ქმედება თითქოს ვრცელ ეზოში იშლება, სადაც ორი ვეებერთელა სვეტი ღრუბლებამდე ასულა. მათზე კი ორი პაცი ანგელოზი თამაშ-თამაშით აღმართავს ჯვარს. ტიციანის გამბედაობას, უშიშრად რომ უკუაგდო კომპოზიციის საუკუნოვანი ტრადიცია, თავიდან მისი თანამედროვენი ძლიერ უნდა განეცვიფრებინა. შესაძლოა თავიდან სურათი გადაქანებული და გაუტონასწორებელიც კი მოეჩვენათ. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. მოულოდნელი კომპოზიცია მთელი სურათის გახალისებასა და გაცოცხლებას ემსახურება. მისი ჰარმონია კი ოდნავაც არაა დარღვეული. ამის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ტიციანმა კომპოზიციის ფერით, ჰაერითა და შუქით გამთლიანება მოახერხა. წინამორბედი თაობა იქნებ შეეშფოთებინა კიდევაც მის ჩანაფიქრს, ღვთისმშობლის გამოსახულების საპირწონედ უბრალო დროშა გამოეყენებინა, მაგრამ ბაირაღი, მისი მდიდარი, თბილი ფერადოვნება, ფერწერულად იმდენად დიდებულია, რომ უნდა ვაღიაროთ, მისმა ცდამ სავსებით გაამართლა. თავის დროზე ტიციანმა განსაკუთრებით პორტრეტების წყალობით გაითქვა სახელი. მათი მომხიბლელობის გასაგებად საკმარისია ახალგაზრდა ინგლისელად ცნობილი კაცის თავს შევხედოთ. იხილეთ სურათი 212. ამოდ დავშვრებით ამ ხიბლის საიდუმლოს ამოცნობისთვის. წინარე ხანის პორტრეტებთან შედარებით იგი ძალიან სადა და ძალდაუტანებელია. აქ ლეონარდოს მონა ლიზას გულდასმითი მოდელირების მსგავსი არაფერია. მიუხედავად ამისა, ეს უცნობი ახალგაზრდა ვაჟი მის მსგავსად იდუმალი სიცოცხლითაა სავსე. მზერა, რომელიც მას თითქოს ჩვენკენ მოუმართავს, ისე გამჭოლია, ისე გასულიერებული. ძნელად თუ ირწმუნებ, ეს მეოცნებე თვალები, საბოლოო ჯამში, მხოლოდ უხეში ტილოს ნაჭერზე დადებული მცირეოდენი ფერადი თიხა რომ არის. იხილეთ სურათი 213. გასაკვირი არ არის, რომ ძლიერნი ამასოფლისანი ერთმანეთს ეცილებოდნენ ესეთი ხელოვანის მიერ გამოსახვის პატივის მოსაპოვებლად. იმიტომ კი არა, რომ მათი აზრით ტიციანს საგანგებოდ მაამებლური მიმსგავსების უნარი ჰქონდა. არამედ იმიტომ, რომ სწამდათ. მისი ხელოვნების წყალობით უკვდავებას მოიპოვებდნენ. მართლაც ასეა. ყოველ შემთხვევაში თითქოს ამას გრძნოთ, როცა ნეაპოლში პაპ პავლე მესამის პორტრეტის წინ დგავართ. სურათი 214. იგი წარმოგვიდგენს ეკლესიის მოხუც საჭეთ მფრობელს, ახალგაზრდა ნათესავისკენ, ალესანდრო ფარნეზესკენ, რომ მობრუნებულა, რომელიც აპირებს მას პატივი მიაგოს, ხოლო მისი ძმა ოტავიო მშვიდად იმზირება. უეჭველია, რომ ტიციანი რაფაელის მიერ სულ 28 წლის წინ თავისი კარდინალებით დახატული ლეო მე-10-ის პორტრეტს იცნობდა და მისით აღფრთოვანებული იყო. თუმცა დახასიათების სიცხოველის მხრივ ის ნამდვილად უკეთესის დახატვასაც განიზრახავდა. პერსონაჟთა შეხვედრა იმდენად დამაჯერებელი და დრამატულია, რომ ძალაუნებურად იწვევ ფიქრს, ნეტავ რა აზრი უტრიალებ თავში და რას გრძნობენო. კარდინალები შეთქმულებას ხომ არ ამზადებენ.
ხომ არ მიუხვდა განზრახვას პაპი? ეს ალბათ ფუჭი შეკითხვებია, მაგრამ ისინი თანამედროვეებსაც შეიძლებოდა გასჩენოდათ. ტილო დაუმთავრებელი დარჩა, რადგან კარლ მეხუთის დასახატავად გერმანიაში მიწვეულ ტიციანს რომიდან წასვლა მოუხდა. არა მარტო ვენეციის მსგავსი დიდი ცენტრების ხელოვანებით გამდენ წარმატებულ ნაბიჯებს ახალი შესაძლებლობების და მეთოდების აღმოჩენის გზაზე. ერთი ფერმწერი, რომელიც შთამომავლობას ზოგჯერ ამ პერიოდის ყველაზე მოწინავე და გაბედულ მხატვრად მიაჩნდა, განმარტოებით ცხოვრობდა ჩრდილოეთი იტალიის პატარა ქალაქ პარმაში. მას ანტონიო ალეგრი ერქვა. უფრო კი მეტსახელით კორეჯო იცნობდნენ. როდესაც კორეჯო თავის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებს ხატავდა, ლეონარდო და რაფაელი უკვე გარდაცვლილი იყვნენ. ტიციანს კი დიდების მწვერვალისთვის მიეღწია, თუმცა ჩვენთვის უცნობია, რა იცოდა მან თავისი დროის ხელოვნების შესახებ. სავარაუდოა, რომ ჩრდილოეთ იტალიის მეზობელ ქალაქებში იგი ლეონარდოს მოსწავლეთა ნამუშევრებს სწავლობდა და შუქ ჩრდილის მოშველიების მისეულ მეთოდსაც გაეცნო. სწორედ ამ ასპარეზზე მიაღწია მან სრულიად ახალ ეფექტებს, რამაც მხატვრობის მომდევნო ეპოქების სკოლებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. 215 სურათზე მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი წმინდა ღამეა წარმოდგენილი. მაღალმა მწყემსმა ახლაღა იხილა გადახსნილ ცაში, დიდება მაღალთა შინაღმერთსას, მგალობელი ანგელოზები. ჩვენ ვხედავთ, როგორ ლივლივებენ ისინი ღრუბლის წიაღში და გადმოსცქერიან სცენას, რომისკენაც მწყემსი თავისი გრძელი არდნით მიიწერს. ჩაბნელებულ დანგრეულ ბოსელში ის სასწაულს ხედავს. ახალშობილი ყრმა ყოველივეს ნათელს გფენს და ბედნიერი დედის მშვენიერ სახესაც ასხივოსნებს. მწყემსი მუხმოსაყრელად, თაყვანის საცემად გამზადებულა. იგი შებოჭილია და ქუდი ჩაუბყუჯავს. აქვეა ორი მოახლე გოგონა. ერთს ბაგიდან გამოფწყინებულმა ნათელმა მოსჭრა თვალი, მეორე კი მწყემს ბედნიერი შეხურებს. გარეთ უკუნ სიბნელეში წმინდა იოსების ახედარს დასტრიალებს. ერთი შეხედვით საკმაოდ უბრალო და შემთხვევითი კომპოზიციაა. მარცხნივ დატვირთული სცენა, მარჯვნივ შესაბამისი ჯგუფით გაწონასწორებული არაა. წონასწორობას მხოლოდ ის ამყარებს, რომ ღვთისმშობელსა და ყრმას შუქი გამოკვეთს. კორეჯომ ტიციანზე უფრო მეტად გაითვალისწინა აღმოჩენა, რომ ფერსა და სინათლეს ფორმათა გაწონასწორება და მაყურებლის თვალის გარკვეული გეზით წარმართვა ძალუძს. გვეჩვენება, რომ წყემსთან ერთად სცენისკენ ჩვენც მივისწრაფით და ჩვენც ვხედავთ მის მიერ დანახულ სასწაულს. ნათელს, რომელიც წმინდა იოანეს სახარების სიტყვებისამებრ, ბნელში ნათობს. ეს კორეჯოს ნამუშევართა ის ნიშანთვისება გახლავთ, რომელსაც მომდევნო საუკუნეებში ბაძავდნენ. ამ წესითვე ხატავდა იგი ეკლესიების ჭერსა თუ გუმბათებს. ის ცდილობდა ქვემოთ, ნავში, მყოფ მორწმუნეთათვის შეექმნა ილუზია, რომ ჭერი გადაიხსნა და პირდაპირ ცათა დიდებას შეხურებენ. მას სინათლის ეფექტების დაუფლებამ, მას შეაძლებინა, რომ ჭერი მზით განათებული ღრუბლებით შეევსო, რომელთა შორის მოლივლივე ციური დასნი თითქოს ფეხებს ამოძრავებენ. ეს არც ისე დარბაისლოად გამოიყურება და ამის გამო ზოგი თანამედროვე უარყოფითად იყო კიდევაც განწყობილი. მაგრამ, როდესაც პარმის შუასაუკუნოვანი კათედრალის ჩაბნელებული, კუშტი სივრციდან მისსავე გუმბათს ავხედავთ, ის მაინც ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. სურათი 217. სამწუხაროდ, ამ ტიპის ეფექტს ილუსტრაციის მეშვეობით ძნელად თუ გადმოსცემ. ამიტომ სასიხარულოა, რომ ხატვრის მიერ მოსამზადებელ ეტაპზე შესრულებული რამდენიმე ჩანახატი შემოგჩა. 216 სურათი გვიჩვენებს მის თავდაპირველ ჩანაფიქრს. ღვთისმშობელი ღრუბელზე ადის და მისი მომლოდინე ზეცის ბრწყინვალებას უჩვრეთს. ნახატზე ფიგურა აშკარად უფრო იოლი ამოსაცნობია, ვიდრე ფრესკაზე, რომელზეც ის უფრო დამახინჯებულია. ამას გარდა ჩვენ ხედავთ იმასაც, თუ რა მარტივად, ფანქრის რამდენიმე მონასმით შეეძლო კორეჯოს სინათლის ამხელა ნაკადის გადმოცემა. თავი მე-17. ახალი მოძღვრება ვრცელდება. გერმანია და ნიდერლანდი მე-16 საუკუნის დასაწყისი. იტალიური რენესანსის ოსტატთა მეტად ახლებურმა ქმნილებებმა ალპების ჩრდილოეთით ცხოვრებ ხალხებზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვისაც კი ცოდნის აღორძინება სურდა, აუცილებლად მიაჩნდა მზერა იტალიისკენ მიეპყრო, სადაც ანტიკური კლასიკის სიბრძნე და სიმდიდრე ხელმეორედ იქნა აღმოჩენილი. რა თქმა უნდა, შეიძლება ხელოვნების პროგრესზე იმავე გაგებით ვიმსჯელოთ, როგორც სწავლის პროგრესზე. ხელოვნების გოთიკური ნაწარმოები შესაძლოა არანაკლებ დიდებული იყოს ვიდრე რენესანსული. ამის მიუხედავად, სავსებით ბუნებრივი იქნებოდა, რომ სამხრეთული შედევრების გაცნობის შემდეგ ჩრდილოელებს საკუთარი ხელოვნება რამდენადმე მოძველებული და ჩამოუქნელი მოსჩვენებოდათ. ისინი იტალიელი ოსტატების სამმა არსებითმა სიახლემ გააოცა. უპირველესად, მეცნიერული პერსპექტივის აღმოჩენამ.
შემდგომ ანატომიის სოდნამ და მასთან ერთად ადამიანის შვენიერი სხეულის სრულყოფილმა გამოსახვამ და ბოლოს კლასიკური არქიტექტურული ფორმების სოდნამ, რომელთა გარეშე იმ პერიოდში ვერც სიდიადე წარმოედგინათ და ვერც მშვენიერება. უაღრესად საინტერესოა ვნახოთ, როგორ გამოეხმაურნენ ადგილობრივი ხელოვანები თუ ტრადიციები ამ ახლებურ ცოდნას. დავაკვირდეთ, რას ართმობდნენ, ან ასეც მომხდარა აქა-იქ, რას ვერ უმკლავდებოდნენ ისინი. ხასიათის მეტნაკლების სიმტკიცისა და ხედვის მეტნაკლების სიფართოვის შესაბამისად. ყველაზე რთულ მდგომარეობაში ალბათ არქიტექტორები აღმოჩნდნენ. არქიტექტურის გოთიკური სისტემაც, რომელიც მათთვის ტრადიციული იყო, და ანტიკურ ნაგებობათა ხელახალი გაცოცხლებაც, თეორიულად მაინც შინაგანად ლოგიკური და შეკრული იყო. მაგრამ თავისი მისწრაფებითა და სულის კვეთებით ეს ორი სტილი ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავდებოდა. ასე რომ, ალპების ჩრდილოეთით ახლებური ყაიდის ხუროთმოძღვრების ასათვისებლად დიდი დრო დასჭირდათ. ეს ძირითადად მაშინ ხდებოდა, როცა ჩრდილოელი არქიტექტორები თავიანთ ხელმწიფეთა და წარჩინებულთა დაჟინებულ თხოვნას ემორჩილებოდნენ, რომლებსაც იტალია მოევლოთ და სურდათ დროს არ ჩამორჩენოდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი არქიტექტორები ხშირად ახალი სტილის მოთხოვნებს მხოლოდ ზედაპირულად იღებდნენ. ახალი იდეების ცოდნის დასადასტურებლად ისინი აქა-იქ სვეტსა თუ ფრიზს ჩაურთავდნენ ხოლმე. სხვაგვარად რო თქვათ, დეკორატიული მოტივების საკუთარ სიმდიდრეს ზოგიერთ კლასიკურ ფორმას ამატებდნენ. შენობის ტანიკი უმეტესად სრულებით უცვლელი რჩებოდა. ესე საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში გვაქვს ეკლესიები, სადაც კამარის მზიდი ბურჯები ვითომ სვეტებად არის ქცეული მათთვის ანტიკური ფორმის სვეტის თავების დამატებით. სარკმლებზე კი იმავე გოთიკურ აჟურს ვხედავთ. ოღონდ შეისრული თაღები ახლა ნახევარწრის მოყვანილობისაა. იხილეთ სურათი 218. გვაქვს მონასტრების შიგა ეზოები, სადაც საბჯენებად უცნაური შესქელებული სვეტებია. ციხე დარბაზებთან კი კოშკურებითა და კონტრფორსებით დახუნძრული კლასიკური ელემენტებით მორთული, წაწვეტებულ ფრონტონიანი სახლები კლასიკური ფრიზებითა და ბიუსტებით. სურათი 219. უნდა ვიფიქროთ, რომ კლასიკური კანონების სრულქმნილებაში დარწმუნებულ იტალიელ ოსტატს ასეთი რამეები შეაძრწუნებდა. მაგრამ ამ შენობებს რომელიმე პედანტურ აკადემიურ სტანდარტს თუ არ მიუყენებთ, ხშირად მოგხიბლავს კიდეც ის გაუმგონებლობა და საზრიანობა, რომლითაც ამ ორ შეუთავსებელ სტილს ერთმანეთთან აზავებდნენ. საკმაოდ განსხვავებულ ვითარებაში იმყოფებოდნენ ფერმწერები და მოქანდაკეები, რადგან მათთვის თავი და თავი რაიმე განსაზღვრული სვეტისა თუ თაღის მსგავსი ფორმების ნაწილ-ნაწილ გადმოღება როდი იყო. მხოლოდ მეორე ხარისხოვანი ხელოვანები თუ დაკმაყოფილდებოდნენ შემთხვევით ნანახი იტალიური გრავიურიდან რომელიღაცა ფიგურის ან ჟესტის სესხებით. ყოველ ნამდვილ ოსტატს კი ვიდრე ახალ პრინციპებს მოიმარჯვებდა, შეუძლებელია მათი ღრმად ცდომის და მათ ვარგისობაში გარკვევის საჭიროება არ ექცნო. ამგვარი პროცესის დრამატულ მსვლელობას შეგვიძლია თვალი გერმანიის უდიდესი მხატვრის, ალბრეხტ დიურერის შემოქმედების მაგალითზე გავადევნოთ. იგი ყოველთვის აცნობიერებდა თუ რა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა რენესანსულ იდეებს ხელოვნების მომავლისათვის. ალბრეხტ დიურერის მამა საკმაოდ თვალსაჩინო ოქრომჭედელი გახლდათ, რომელიც უნგრეთიდან გადმოვიდა და აყვავებულ ქალაქ ნიურნბერგში დამკვიდრდა. ალბრეხტმა ბავშვობიდანვე ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭი გამოავლინა და ამიტომ შეგირდად მიაბარეს საკურთხევლის მხატვრობისა და ხეზე გრავირების უმსხვილეს სახელოსნოში, რომელიც ნიურნბერგელ ოსტატს მიკელ ვოლგემუთს ეკუთვნოდა. შეგირდობის დამთავრებისთანავე მან შუა საუკუნეების ყველა ნორჩი ხელოვანის ჩვეულებისამებრ სამოგზაუროდ გასწია, თვალსაწირის გასაფართოებლად და იმ ადგილის საძებნელად, სადაც ფეხს მოიკიდებდა. დიურერს განზრახული ჰქონდა სპილენძზე გრავირების უდიდესი ოსტატის მარტინ შონგაუერის სახელოსნოს სწვეოდა, მაგრამ როდესაც კოლმაში ჩავიდა, აღმოჩნდა, რომ იგი რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილიყო. დიურერი იქ რამდენიმე ხანს მაინც შეყონდა შონგაუერის ძმებთან სახელოსნოს. ახლა ისინი უძღვებოდნენ. ამის შემდეგ კი შვეიცარიას, ბაზელს, მიაშურა, იმხანად განათლებისა და წიგნებით ვაჭრობის ცენტრს. დიურერმა აქ წიგნებისთვის ხის გრავიურები შექმნა. შემდეგ კი ალპებით ჩრდილოეთ იტალიისკენ მიმავალ გზას დაადგა. იგი ყველაფერს დაჟინებით აკვირდებოდა. ალპური ხეობების თვალწარმტაც ადგილებს აკვარელით ხატავდა და მანტენიას ნამუშევრებს სწავლობდა. როდესაც ნიურნბერგში დაბრუნებულმა ცოლი ითხოვა და საკუთარი სახელოსნო გახსნა, ის ტექნიკის მხრივ სრულყოფილად ფლობდა ყველაფერს, რისი ათვისების იმედიც ჩრდილოელ მხატვარს ალპების სამხრეთით შეიძლებოდა ჰქონოდა. მალევე გამოჩნდა, რომ იგი მხოლოდ თავისი რთული ხელობის ტექნიკურ მხარეს კი არ ფლობდა,
არამედ დიდ ხელოვანთათვის ასე ნიშანდობლივი ინტენსიური მგზნობელობა და წარმოსახვაც ჰქონდა. მის ერთ-ერთ პირველ დიდ ნამუშევარს უმალვე წარმატება ხვდა წილად. ეს გახლდათ ხის დიდი გრავიურების სერია წმინდა იოანეს გამოცხადების დასურათებით. მანამდე არავის ეჩვენებინა ასეთი სიძლიერითა და ძალმოსილებით განკითხვის დრის საშინელებანი, მისი მოახლოების ნიშნები და მინიშნებანი. დიურერის წარმოსახვას და მის მიმართ საზოგადოების ინტერესს ეჭვი არ აკვებავდა ეკლესიის ინსტიტუციების მიმართ საზოგადო უკმაყოფილება, რომელიც გერმანიაში შუა საუკუნეების მიწურულს მომძლავდა და ლუთერის რეფორმით დაგვირგვინდა. დიურერისა და მის გარშემო მყოფთათვის აპოკალიფსურ მოვლენათა გაუგონარი ხილვები ერთგვარად საჭირბო როტოც გამხდარიყო, რადგან ბევრი ამ წინასწარმეტყველებათა აღსრულებას თავისსავე ცხოვრებაში მოელოდა. 220 სურათი წარმოგვიდგენს გამოცხადების მე-12 თავის მე-7 მუხლს. და ატყდა ბრძოლა ცაში. მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს. ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ, მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში. ამ დრამატული ჟამის გამოსახვისათვის დიურერმა უარი თქვა იმ ტრადიციულ პოზებზე, რომელთა მეშვეობითაც კვლავ და კვლავ ელეგანტურად და იოლად გამოხატავდნენ, როგორ ამარცხებს გმირი დაუძინებელ მტერს. დიურერის წმინდა მიქაელი მომგებიანი პოზით არ წარმოდგება. ეს ბრძოლა მისთვის სახუმარო საქმე როდია. ორივე ხელის მომარჯვებით, ძალთა უდიდესი დაძაბვით, ცდილობს იგი შუბი ურჩხულის ხახაში ჩაასოს და ეს ღონიერი ჟესტი მთელ სცენაზე დომინირებს. მის ირგვლივ მშულდებითა და ხმლებით შეიარაღებული მეომარი ანგელოზების დასნი შემზარავ ურჩხულებს ებრძვიან, რომელთა ფანტასტიკურ იერს ვერც კი აღწერ. ზეცაში ბრძოლა, მის ქვემოთ კი აუღელვებელი და უშფოთველი პეიზაჟი იშლება. იქვეა დიურერის ცნობილი მონოგრამა. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ დიურერი ფანტასტიკისა და ფანტაზიის დიდოსტატად, ასევე გოთიკური სტილის იმ ხელოვანთა ჭეშმარიტ მემკვიდრედ წარმოჩნდა, რომლებმაც დიდი კათედრალების კარიბჭეები შექმნეს, იგი ამ მიღწევით სულაც არ დაკმაყოფილებულა. მისი ჩანახატები და ესკიზები გვიჩვენებს, რომ ოსტატის მიზანი ბუნების მშვენიერებაზე დაკვირვება და მისი ისევე მოთმინებითა და ზედმიწევნით გადმოცემა იყო, როგორც ხელოვანთ მას შემდეგ სჩვეოდათ, რაც იან ვან ეიგმა ჩრდილოელ მხატვრებს დაანახა. თქვენი საქმე ბუნების სარკისებურად ასახვა არისო. ამ ეტიუდთაგან ზოგიერთი ფრიად სახელგანთქმულია, მაგალითად კურდღელი ან აკვარელით დახატული კორდის დიდი ნაჯერი. როგორც ჩანს, ბუნების სრულყოფილად გადმოცემის დაუფლებას ხელოვანისთვის თავისთავადი მნიშვნელობა კი არ ჰქონდა, არამედ ეს იყო საშუალება, უფრო დამაჯერებლად წარმოედგინა საღვთო ამბები, რომლებიც ნახატებზე თუ ლითონისა და ხის გრავიურებზე უნდა გამოესახა. საქმე ისაა, რომ იმავე გულმოდგინებამ, რომელმაც ოსტატს ეს ჩანახატები შეასრულებინა, იგი აქცია ჭეშმარიტ გრავიორად, რომელიც სპილენძის ფირფიტის მომცრო სივრცეს დაუღალავად ავსებს ახალ-ახალი დეტალებით, რათა ნამდვილი პატარა სამყარო შექმნას. შობაში, რომელიც 1504 წელსაა შექმნილი. ესე იგი იმ დროს, როდესაც მიქელანჯელო ფლორენციელებს ანატომიის გამორჩეული ცოდნით აცვიფრებდა, დიურერი შონგაუერის მშვენიერ გრავიურაზე წარმოდგენილ თემას მიმართავს. წინამორბედმა ოსტატმა უკვე ისარგებლა შემთხვევით. დაქცეული თავლის კედლები და უსწორ მასწორო ზედაპირები საგანგებო სიყვარულით გამოისახა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ დიურერისთვისაც ეს არის უმთავრესი. გლეხის ძველი კარმიდამო, დახეთქილი ბათქაში, მორკეული ყავარი, დაბზარული კედელი მასზე ამოზრდილი ხეებით, სახურავის ნაცვლად მიხრილ-მოხრილი ფიცრები ზედ ფრინველთა ბუდით, ყოველივე ისეა ნაფიქრი. ისეთი მშვიდი და გონება-ჭვრეტითი მოთმინებით არის შესრულებული, რომ გძნობთ, რა სიამოვნებით წარმოისახავდა ხელოვანი ამ ძველ თვალწამტაც ნანგრევს. მასთან შედარებით ფიგურები ძალზე პატარა და თითქმის უმნიშვნელო ჩანს. ფარდულ შეფარებულ მარიამს ხრამის წინაშე მუხლი მოუკრია. წმინდა იოსებს კი ჭიდან წყალი ამოუღია და ფრთხილად ასხამს დოქში. მეტი დაგორება გმართებთ, რათა უკან მოთაყვანე ცხემსები აღმოაჩინოთ, ხოლო ზეცად იმ ტრადიციული მახარებელი ანგელოზის დასანახად ქვეყნიერებას სასიხარულო ახალ ამბავს რომ ამცნობს, ლამის გამადიდებელი შუშა უნდა მოიშველიოთ. მიუხედავად ამისა, არავის მოუვა აზრად, სერიოზულად ამტკიცოს, თითქოს დიურერის ერთადერთი მიზანი ძველი დაშლილი კედლების გადმოცემის უნარის ჩვენება იყო. ეს ძველი, მიტოვებული სახკარი და მისი მოგძალებული სტუმრები ისეთი იდილიური სიმშვიდითაა მოცული, რომ ჩვენს გვიბიძგებს შობის სასწაულის შესახებ იმგვარივე ღვთისმოსავი მედიტაციის განწყობით დავფიქრდეთ, როგორმაც ოსტატს გრავიურა შეაქმნევინა. ამგვარ გრავიურებში დიურერმა თითქოს შეაჯამა და სრულყო გოთიკური ხელოვნების განვითარების გზა,
რომელიც მან ბუნების მიბაძვის დაწყების შემდეგ გამოიარა. მაგრამ იმავე დროს, დიურერის გონება იმ ახალ მიზნებსაც ეჭიდება, რომლებიც ხელოვნებას იტალიელმა მხატვრებმა დაუსახეს. საგანგებო ინტერესი იწვევდა მაშინ გოთიკური ხელოვნებისაგან თითქმის მთლიანად უგულებელ ყოფილი, ახლა კი ყველაზე საყურადღებო თემა. ადამიანის სხეულის გამოსახვა იმ იდეალური მშვენიერებით, რომელიც მას კლასიკურმა ხელოვნებამ მიანიჭა. დიურერმა ამ თემაზე მუშაობა რომ დაიწყო, მალევე მიხვდა, რომ ბუნების უბრალო მიბაძვა, თუნდაც ისეთი სიბეჯითითა და გულმოდგინებით, როგორც ვანეიკმა ადამსა და ევას მოახმარა, არ იყო საკმარისი მშვენიერების იმ მოუხელთებელი ხარისხის მისაღწევად, რომელიც ხელოვნების სამხრეთულ ნაწარმოებებს გამოარჩევს. როცა რაფაელი ამ პრობლემის წინაშე ამოჩნდა, მან მშვენიერების გარკვეული იდეა მოიშველია, რომელიც საკუთარ გონებაში იპოვა. იდეა, რომელიც მას კლასიკური ქანდაკებებისა და ლამაზი მოდელების წყლობით შესწავლის გზით ჰქონდა შეთვისებული. დიურერის საქმე უფრო რთულად გახლდათ. მსგავს ამბებში გასარკვევად მას არამხოლოდ კვლევის ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა, არამედ რაიმე მკვიდრი ტრადიცია ან მკაფიო ინსტინქტიც არ უმაგრებდა ზურგს. ამიტომ იყო, რომ მან სანდო რეცეპტის, ერთგვარი შესწავლადი წესის ძიებას მიიღო ხელი, რომლითაც შეძლებდა აეხსნა თუ რა ხდის ადამიანის სხეულს მშვენიერს. მას სწამდა, რომ ანტიკურ ავტორთა მიერ ადამიანის ფიგურის პროპორციებზე დაწერილ თხზულებებში ეს წესი აღმოაჩინა კიდეც. მათი მსჯელობა და გაანგარიშებები საკმაოდ ბუნდოვანი კია, მაგრამ დიურერისთან ხელოვანს ასეთი წინააღმდეგობა აბა როგორ შეაჩერებდა. მას სურდა, როგორც თავად ამბობს, წინამორბედთა სიცხადეს მოკლებული პრაქტიკისთვის შესაფერი, შესწავლადი საფუძველი შეექმნა. მათ ჩინებული ნაწარმოებები შექმნეს, მაგრამ ხელოვნების ჩამოყალიბებული წესები არ ჰქონიათ. ედვარად გულსაც აგიჩუყებთ, როდესაც დაინახავთ, თუ როგორ იმარჯვებდა დიურერი პროპორციების სხვადასხვა წესს, როგორ განზრახ ამახინჯებდა ადამიანის სხეულის აგებულებას, სრულყოფილი ჰარმონიის უზუსტესი თანაზომიერების ძიებაში. ხან სიგრძეში გაწელავდა მეტისმეტად, ხანაც სიგანეში. ერთ-ერთი პირველი ნაყოფი ამ კვლევა-ძიებისა, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია, გახლავთ გრავიურა ადამი და ევა, რომელშიც მან მშვენიერებასა და ჰარმონიაზე თავისი ყველა ახალი იდეა განახორციელა და რომელსაც ამაყად წააწერა ლათინურად. Albertus Durer Noricus faciebant. Anno Domini 1554. ანუ ნიურნბერგელმა ალბრეხტ დიურერმა გააკეთა 1504 წელს. უეცრად გაგვიჭირდება კიდეც შევნიშნოთ თუ რა არის მიღწეული ამ გრავიურით. ხელოვანს ხომ თავისი ახალი სამეტყველო ენა ნაკლებად აქვს გათავისებული ვიდრე ის, რომელსაც წინა ნიმუშისთვის იყენებდა. მხოლოდ ბეჯითი გაზომვებით და სახაზავ ფარგლით მიღწეული ჰარმონიული ფორმები ისე დამაჯერებელი და მშვენიერი ვერაა, როგორც მათი იტალიური თუ ანტიკური წინასახეები. არათუ ფიგურების ფორმებსა და პოზებს, თვით კომპოზიციის სიმეტრიასაც კი მცირეოდენი ხელოვნურობა ატყვია. მაგრამ მოუხერხებლობის პირველი შეგრძნება მალე გაქრება. მაშინ, როდესაც მივხვდებით, რომ სიახლეს გამოდევნებულიც, დიურერი ახალი კერპების სათაყვანოდ პიროვნულს არაფერს თმობს, როგორც მასზე ნაკლებ ხელოვანებს დამართიათ. იგი შეგვიძღვება ედემის ბაღში, სადაც თაგვი კატის გვერდით მოკალათებულა, სადაც ცხენ, ირემი, ძროხა, ბოცვერი და თუთიყუში ადამიანის ნაბიჯების ხმას არ უფრთხიან. ჩვენ შევიხედავთ კორომში, სადაც იზრდება ხე ცნობადისა. ჩვენ თვალწინს თავაზობს გველი ევას საბედისწერო ნაყოფს. ადამს კი მის გამოსართმევად ხელი გაუწვდია. ვამჩნევთ, როგორ მოახერხა დიურერმა მათი თეთრი და ფაქიზად მოდელირებული სხეულების მოხაზულობის ტყის მუქი ჭტილისა თუ ხეების ხეშეში ქერქის პირისპირ გამოკვეთა. და ჩtildeოეთის ნიადაგზე სამხრეთის იდეალის გადმონერგვის პირველი სერიოზული ცდა აღვაფთოვანებს. მაგრამ თავად დიურერი ამ მიღწევით ასე იოლად არ დაკმაყოფილდა. ამ გრავიურის გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ, თვალსაწიერის გასაფართოებლად და სამხრეთული ხელოვნების საიდუმლოთა უკეთ გასაცნობად, ის ვენეციაში გაემგზავრა. უმნიშვნელო ვენეციელ ხელოვანებს ასეთი ცნობილი მეტოქის გამოჩენა არაფრადებითნავად. დიურერმა მეგობარს ასეთი რამ მისწერა. ბევრი ჩემი იტალიელი მეგობარი მაფრთხილებს და მირჩევს, მათებურ ფემწერებთან არც სვა და არც ვჭამო. ბევრი მათგანი მდრობს. ისინი იხატავენ ჩემს ნამუშევრებს ეკლესიებში, სადაც კი მოიხელთებენ, ხოლო შემდეგ აძაგებენ მათ და ამბობენ, რომ ჩემი გაკეთებული კლასიკურ მანერას არ მისდევს და ამიტომ არც ვარგა. მაგრამ ჯოვანი ბელინიმ დიდად უქო ჩემი თავი მრავალწარჩინებულს. მას სურს ჩემი ნახელავი საკუთრად ჰქონდეს. თვითონაც მოვიდა, რათა ჩემთვის ეთხოვა, მისთვის რამე გამეკეთებინა და ძალიან კარგ გასამჯელოსაც შემბირდა. ყველა მეუბნება, იგი დიდად ღვთისმოსავიაო და ეს განსაკუთრებით მომწონს. იგი ძალიან ხნიერია და ჯერაც ფერწერაში საუკეთესო.
ვენეციიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში დიურერი აღნიშნავს, რა საგრძნობია მისთვის ნიუნბერგის მკაცრ ამქრებში ხელოვანის მდგომარეობასა და მისი იტალიელი კოლეგების თავისუფლებას შორის განსხვავება. თითქოს მზე მომაგდება, ამბობს იგი. აქ მე ბატონი ვარ, შინ კი პარაზიტი. დიურერის შემდგომა ცხოვრების გზამ ეს შეფასება მაინც და მაინც არ დაადასტურა. თავიდან იგი ჩვეულებრივი ხელოსანივით ეკამათებოდა და ურიგდებოდა ნიუნბერგისა და ფრანკფურტის დიდარ მოქალაქეებს, რომელთაც პირდებოდა, რომ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის საღებავებს მოიხმარდა და მათ ერთმანეთზე მრავალ შრედ დაადებდა. მაგრამ თანდათან სახელი გაუვარდა და იმპერატორმა მაქსიმილიანემ, რომელიც ხელოვნებას განდიდების საშუალებად ხედავდა, დიურერი რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეში ჩააბა. როდესაც 50 წელს მიღწეული დიურერი ნიდერლანდში ჩავიდა, იგი მართლაც ბატონივით მიიღეს. იგი თავად მოგვითხრობს დიდი მღელვარებით, თუ როგორ დახვდნენ ანტვერპენელი მხატვრები თავიანთი ამქრის დარბაზში მის პატივსაცემად გამართულ საზეიმო წვეულებაზე. როდესაც სუფრასთან მიძღვებოდნენ, ყველანი აქეთ-იქით ჩამცქრივდნენ. გეგონებოდა ვინმე დიდკაცის შესაგებებლადო. და თვით საპატიო პირნიც დიდი მოგრძალებით მიკრავდნენ თავს. ჩრდილოეთის ქვეყნებშიც კი დიდმა ხელოვანებმა სძლიეს სნობიზმს, რომელიც ხალხში ხელით მომუშავე ადამიანების მიმართ ზიზღიან დამოკიდებულებას აჩენდა. უცნაურიცაა და საკვირველიც, მაგრამ ერთადერთი გერმანელი მხატვარი, რომელიც შეიძლება სიდიადითა და ოსტატობის ძალით დიურერს გაუტოლოთ, ისე მიავიწყდათ, რომ დანამდვილებით მისი სახელიც კი არ ვიცით. მე-17 საუკუნის ერთი მწერალი საკმაოდ არეულად მოგვითხრობს ვინმე მატიას გრიუნევალდზე აშაფენბურდიდან. იგი დიდი გზნებით აღწერს ამ, როგორც თავად ამბობს, გერმანელი კორეჯოს ზოგიერთ ნახატს. ამ ერთადერთ ცნობაზე დაყრდნობით ეს სურათებიც და ზოგიერთი სხვაც, რომლებიც იმავე დიდი ხელოვანის შექმნილი ჩანს, გრიუნევალდის ნამუშევრად ჩაითვალა. მაგრამ ამ პერიოდის არც ერთი სხვა ცნობა ან საბუთი არ იხსენიებს მხატვარს სახელად გრიუნევალდს. ეტყობა მწერალმა რაღაც აურდაურია. ვინაიდან ამ ოსტატის ნამუშევრად მიჩნეულ ზოგიერთ სურათს ინიციალები MGN აწერია. ხოლო დაახლოებით დიურერის დროს აშაფენბურგის მახლობლად ცხოვრობდა მხატვარი მათის გოთჰარდ ნაითჰარტი. დღეს ფიქრობენ, რომ ამ დიდი ოსტატის ნამდვილი სახელი სწორედ ესაა და არა გრიუნევალდი. დიდად სასარგებლო თეორია არც ესაა, რადგან მასეც ბევრი არაფერი ვიცით. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ კი რიგიანად ვიცნობთ დიურერს როგორც ცოცხალ ადამიანს, თავისი ჩვევებით, სარწმუნოებით, გემოვნებითა თუ თავისებურებით, გრიუნევალდი პირიქით ისევე გამოუცნობი რჩება ჩვენთვის, როგორც შექსპირი. ამ ვითარებას უბრალ შემთხვევითობას ვერ მივაწერთ. დიურერზე ამდენი იმიტომ ვიცით, რომ თვითონ მიაჩნდა თავი მშობლიური ქვეყნის ხელოვნების განმაახლებლად და რეფორმატორად. მას აფიქრებდა, თუ რას და რატომ აკეთებდა. იგი აგროვებდა ჩანაწერებს თავისი მოგზაურობებისა და კვლევა-ძიების შესახებ, წერდა წიგნებს საკუთარი თაობის დასამოწკრავად. არაფერი მოწმობს, რომ გრიუნევალდი თავს ამგვარადვე ხედავდა. პირიქით, ის რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც მისგან შემოგჩა, დიდი თუ პატარა პროვინციული ეკლესიებისთვის დახატული ტრადიციული საკურთხევლის მოხატულობებია, ელზასის სოფელ იზენჰაიმის დიდი საკურთხევლის უამრავი მოხატული ფრთის, ეგრეთ წოდებული იზენჰაიმის ტრაპეზზე და გამოსახულების ჩათვლით. ამ ნამუშევრებს ოდნავაც არ ეტყობა, რომ მათ დამხატველს დიურერივით სად და უბრალო ხელოსანი კი არა, ვინმე სხვა ყოფილიყო. მას არც გვიანგოთიკურ პერიოდში ჩამოყალიბებული რელიგიური ხელოვნების ტრადიციები უშლიდა ხელს. თუმცა იტალიური ხელოვნების ზოგიერთ დიდ აღმოჩენას ის უთუოდ იცნობდა. ისინი იმდენად მოუშველიებია, რამდენადაც მის მხატვრულ შეხედულებებს ეხმიანებოდა. ამის თაობაზე მას როგორც ჩანს არც რაიმე ეჭვები აწუხებდა. ხელოვნება მისთვის მშვენიერების უხილავი კანონების ძიება არ ყოფილა. მის თვალში მას მხოლოდ ერთი მიზანი შეიძლებოდა ქონოდა. იგივე, რაც მუდამ ჰქონდა შუა საუკუნეების რელიგიურ ხელოვნებას. შეექმნა სურათოვანი ქადაგება. გაეცხადებინა საღვთო ჭეშმარიტებანი ეკლესიის სწავლებათა შესაბამისად. იზენჰაიმის საკურთხევლის მოხატულობის შუა ნაწილი, სურათი 224, ჩინებულად გვიჩვენებს, რომ მხატვარი ყველა სხვა მოსაზრებას ამ უპირველეს მიზანს სწირავდა. ჯვაცმუნი მაცხოვრის ამ კუშტ და დაუნდობელ გამოსახულებას სილამაზისა იტალიელ მხატვართა გაგებით არას ცხიარა. ვნების კვირის მხადაგებელივით ფერმწერი ყველაფერს იყენებს, რასაც კი ტანჯვის ამ საშინელი სანახაობის ჩვენამდე მოტანა შეუძლია. მომაკვდავ ქრისტეს სხეული, ჯვარზე წამებით დაგრუნჩხვია. თელტაზე მოდებულ დაწკლულებულ იარებში წკეპლის ეკლები ამოჩრილა. ფერნაკლულ მომწვანო სხეულზე თვალს უმძაფრეს კონტრასტად ხვდება მუქი წითელი სისხლი.
სახის ნაკვთებისა და ხელების შთამბეჭდავი მოძრაობის მეოხებით, ნებული მაცხოვარი გოლგოთის საზრის გვამცნობს. მისი ტანჯვა ტრადიციულ თამხლად ჯგუფშიც აირეკლება. გულშეღონებული, საქვრივო თალხით მოსილი მარიამი წმინდა იოანე მახარებლის მკლავებზეა გადასვენებული, რომელსაც მისი თავი უფალმა ჩააბარა. წმინდა მარია მაგდალელს კი, რომლის ფიგურა შედარებით პატარაა, ტანჯვისგან ხელები გადაუჯდია. მას სანელსაცხიბლე ჭურჭელი აქვს თან. ჯვრის მარჯვნივ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძლიერი ფიგურაა, ძველის სიმბოლოს თანხლებით. ეს არის ჯვრის პრობელი კრავი, რომლის სისხლი ბარძიმში ჩაედინება. მედიდური მკაცრი ჟესტით ნათლისმცემელი მაცხოვარზე მიგვითითებს, თანდართული წარწერა კი შეგვახსენებს წმინდა იოანეს მიერ სახარებაში უწყებულ მის სიტყვებს. ის უნდა იზარდოს, მე კი დავგნინდე. იოანე, თავი 3, მუხლი 30. უეჭველია, რომ ხატვარს სურდა მორწმუნენი ამ სიტყვებს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ჟესტით ასე გამოკვეთილს, საგანგებოდ ჩაფიქრებოდნენ. შესაძლოა მისი სურვილი იყო ისიც დაგვენახა, თუ როგორ გაიზრდება ქრისტე, ჩვენ კი დავგნინდებით. საქმე ისაა, რომ სურათზე, სადაც სინამდვილე მთელი თავისი საშინელებით თითქოს ასე დაუფარავად არის წარმოდგენილი, ირეალურობა და ფანტასტიკურობაც გვაქვს, ვინაიდან ფიგურები ზომებით ძალზე განსხვავებულია. ზომათა განსაცვიფრებელ უთანაბრობაში სრულად რომ დავწმუნდეთ, ამისთვის ჯვრის ქვეშ მყოფი წმინდა მარია მაგდალელისა და ქრისტეს ხელის მტევნების შედარებაც გმარა. ცხადია, რომ ამ ხრივ გრიუნევალდმა არ გაიზიარა პრინციპები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნებამ რენესანსის შემდეგ შეიმუშავა და განზრახ დაუბრუნდა შუა საუკუნეთა თუ პრიმიტიული მხატვრობის ტრადიციას, რომლებიც სცენაში წარმოდგენილი ფიგურების ზომას მათი გამოსახულების ნიშნობის შესაბამისად ცვლიდნენ. ზუსტად ისევე, როგორც თვალისთვის საამო სილამაზე საკურთხევლის მხატვრობის სულიერ გზავნილს შესწირა, მან ახლებური მოთხოვნა, დაცული იყოს პროპორციების სისწორე, აქაც არა ჩააგდო. რადგან წმინდა იოანეს სიტყვათა მისტიკური ჭეშმარიტების გამოხატვას ასე უკეთ შეძლებდა. გრიუნევალდის შემოქმედება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ შესაძლოა მხატვარი ძალზე დიდი იყოს, მაგრამ სულაც არ იყოს პროგრესული. ხელოვნების სიდიადე ახლის აღმოჩენაში როდი მდგომარეობს. გრიუნევალდმა, რომ ამასთანავე ეს აღმოჩენებიც კარგად იცოდა, მაშინ ხდება ნათელი, როდესაც იგი მათ სათქმელის უკეთ გამოსახატავად იშველიებს. იგივე ფუნჯი, რომლითაც ქრისტეს მკვდარი და ნატანჯის სხეული დაიხატა. საკურთხევლის მოხატულობის სხვა პანოზე უკვე აღდგომისას ზეციური ნათლის არამიწიერი გამოჩინების მეშვეობით მისი ფერის ცვალების ჩვენებას ემსახურება. ამისთვის იხილეთ სურათი 225. ამ სურათის აღწერა კიდევ იმიტომაა ძნელი, რომ აქ ძალზე ბევრია დამოკიდებული ფერადოვნებაზე. ჩვენ ვხედავთ ქრისტეს, რომელიც საფლავიდან თითქოს ახლა მაღლდება და სხივოსანი ნათების კვალს ტოვებს მის ტანზე შემოგრაგნილი სუდარა შარავანდის ფერად სხივებს ირეკლავს. მძაფრად უპირისპირდება ერთმანეთს აღმდგარი, სცენის თავზე მოლიულივე ქრისტე და ქვემოთ ნათლის უეცარი გამოჩენით თვალდაბნელებული და დათრგუნული ჯარისკაცების უმწეო მოძრაობები. მათი შეაბჯრული, გადაგრეხილი სხეულები კიდევ უფრო გამოკვეთს ელდის სიმძაფრეს. არაფერი მიგონიშნებს, როგორია წინა და უკანა პლანების ურთიერთდაცილება. ორი ჯარისკაცი საფლავის უკან გადაყირავებულ მარიონეტებს გავს. მათი ჩახლართული ფორმები ერთ რამეს ემსახურება. ქრისტეს ფერცვლილი სხეულის უშფოთველი, მშვიდი სიდიადის გამოკვეთას. დიურერის თაობის კიდევ ერთი გერმანელი მხატვარი ლუკას კრანახი თავიდან მეტად იმედისმომცემი ჩანდა. ყმაწვილ კაცობისას მან რამდენიმე წელი სამხრეთ გერმანიასა და ავსტრიაში გაატარა. სწორედ მაშინ, როდესაც ალპების სამხრეთ ფერდობზე დაბადებულმა ჯორჯონემ მთიანი პეიზაჟის მშვენიერება აღმოაჩინა, ალპების ჩრდილოეთი ფერდობების ასლოვანი ტყეებითა და რომანტიკული ხედებით ახალგაზრდა კრანახიც მოიხიბლა. 1504 წლით დათარიღებულ ნახატზე, სწორედ ამ წელს გამოაქვეყნა დიურერმა თავისი გრავიურები, კრანახი წარმოგვიდგენს წმინდა ოჯახს ეგვიპტეში გაქცევისას. სურათი 226. ისინი წყაროსთან ტყიან, თაგორიან მიდამოში ისვენებენ. ეს მშვენიერი უკაცრიელი ადგილია, ბებერი, ჩამოფანჩული ხეებითა და ლამაზი მწვანე ველისკენ გაშლილი ხედით. ღვთისმშობელს უამრავი პატარა ანგელოზი შემოხვევია. აქეთ ერთი ველურ კენკრას უწვდის ღრმა იესოს, იქით მეორე ნიჟარით წყალს აგროვებს, სხვანი კი საყვირებისა და ფლეიტების დაკვირით ამხნევებენ დაქანცულ ლტოლვილთ. ამ პოეტურ ჩანაფიქს ლოხნერის ლირიკული ხელოვნების სულისკვეთებიდანაც შერჩენია რაღაც. მოგვიანებით კრანახი საქსონიის სამეფო კარზე მიღებული მხატვარი გახდა. სახელი კი უპირატესად მარტინ ლუთერთან მეგობრობამ მოუტანა. მაგრამ დუნაისპირეთში ხანმოკლე ყოფნა
ეთყობა საკმარისი აღმოჩნდა, რათა ალპური სანახების ცხოვრებთ იქაური გარემოს მშვენიერება დაენახათ. რეგენსბურგებმა მხატვარმა ალბრეხტ ალდორფერმა ტყეებსა და მთებს მიაშურა, რათა ნაადრალი ფიჭვებისა და კლდეების ფორმები შეესწავლა. აკვარელით შესრულებული მისი ზოგიერთი ნახატი, გრავიურა და ზეთით დახატულ ტილოთაგან ერთი, მაინც წმინდა პეიზაჟია, უსიუჟეტო და უპერსონაჟო. იხილეთ სურათი 227. ეს მნიშვნელოვანი სიახლე იყო. ბუნების სიყვარულის მიუხედავად, თვით ბერძნებიც კი პეიზაჟებს მხოლოდ პასტორალურ სცენების ფონად ხატავდნენ. შუა საუკუნეებში მხატვრობა განსაზღვრული, საკრალური თუ საერო სიუჟეტის გარეშე ძნელი წარმოსადგენი იყო. სურათებს, რომელთა ერთადერთი მიზანი ბუნების ლამაზი ხედებისგან მიღებული სიამოვნების აღბეჭდვა იყო, მუშტარი მხოლოდ მაშინ გაუჩნდა, როდესაც ყურადღების ცენტრში თავად მხატვრის უნარი მოექცა. მე-16 საუკუნის პირველი ათწლეულების ამ დიდებულ ხანაში ნიდერლანდში არ ჩანს იმდენი პირველხარისხოვანი ოსტატი, რამდენიც მე-15 საუკუნეში იყო. იან ვან ეიკი, როგერ ვან დერ ვეიდენი და ჰუგო ვან დერ გუსი. მთელ ევროპაში იყვნენ სახელგანთქმულნი. იმ მხატვრებს კი, რომლებიც ცდილობდნენ თავისი დროის სიახლეების შეეთვისებინათ, როგორც ეს გერმანიაში დიურერმა გააკეთა, რადგან ძველი ტრადიციების ერთგულებისა და ახალი მეთოდებისკენ სწრაფვის შეთავსება ხშირად ეძნელებოდათ. 228-ვე სურათზე ფემწერიან გოსარტის, მაბიუზეთ წოდებულის დამახასიათებელი ნამუშევარია ნაჩვენები. ის წარმოგვიდგენს წმინდა ლუკას, რომელიც ლეგენდის თანახმად ხელობით მხატვარი იყო და ღვთისმშობლისა და ყრმის პორტრეტი შექმნა. ფიგურებს მაბიუზე იმ მეთოდით გამოსახავს, რომელიც იან ვან ეიკისა და მის მიმდევართა ტრადიციას სავსებით შეესატყვისება, მაგრამ გარემო კი საკმაოდ განსხვავებულია. როგორც ჩანს, მას სურს დაგვანახოს, რომ იტალიური მონაპოვრები მისთვის ცნობილია, რომ მეცნიერულ პერსპექტივასაც ფლობს, კლასიკურ არქიტექტურასაც იცნობს და შუქ ჩრდილიც ემარჯვება. ამის შედეგად სურათი მეტად მომხიბლავია, მაგრამ მას არც ჩრდილოური ნიმუშების სადა ჰარმონია ახლავს და არც იტალიურისა. ცოტა არ იყოს გიკვირს, წმინდა ლუკამ ღვთისმშობლის დასახატად ყველაზე ხელსაყრელ ადგილად რაღა სასახლის ეს გაბრანჭული, მაგრამ სავარაუდოდ ორპირქარიანი შიდა ეზო მიიჩნია. ისე მოხდა, რომ ამ დროის უდიდესი ნიდერლანდელი მხატვარი ახალი სტილის მიმდევარი კი არ გამოდგა, არამედ გერმანელი გრიუნევალდის მსგავსად არ ისურვა ახალ სამხრეთულ მოძრაობას ჩაეთრია. ეს ფემწერი პატარა ჰოლანდიურ ქალაქ ჰერტოგენბოშში ცხოვრობდა. იგი თავს ჰიერონიმუს ბოსს ეძახდა. მის შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. ის 1516 წელს გარდაიცვალა. მისი დაბადების თარიღი კი უცნობია. ვინაიდან 1488 წელს იგი უკვე დამოუკიდებელი ოსტატი ყოფილა, მანამდე საკმაოდ დიდხანს უნდა ეღვაცა. გრიუნევალდის მსგავსად ბოსხიც გვიჩვენებს, რომ მხატვრობის ტრადიციები და მონაპოვრები, რომლებიც სინამდვილის უფრო დამაჯერებლად ასახვისთვისაა შემუშავებული, შეიძლება ასე ვთქვათ შეაბრუნო, რათა არანაკლებ სარწმუნოდ დახატო ისეთი რამ, რაც ადამიანის თვალს არ უხილავს. სახელი მას ბოროტ ძალთა შემაძრწუნებელმა გამოსახულებებმა მოუტანა. ალბათ შემთხვევითი არაა, რომ ამავე საუკუნის მოგვიანო ხანაში იგი გამორჩეულად შეუყვარდა ესპანეთის პირქუშ მეფეს, ფილიპე მეორეს, რომელსაც ადამიანთა ავზნიანობა დიდად აწუხებდა. 229-30 სურათები გვიჩვენებს ბოსხის ერთ-ერთი ტრიპტიქის ორ ფრთას, რომელიც ფილიპე მეორე მიყიდა და ამიტომ ახლაც ესპანეთშია. მარცხნივ ხედავთ, როგორ შემოვიდა ამ ქვეყნად ბოროტება. ევას შექმნას ადამის ცდუნება და 60-დან ორივეს განდევნა მოსდევს. სულ ზევით ცაში კი გამოსახულია ამბოხებულ ანგელოზთა დაცემა, რომლებიც ზეციდან საზიზღამ მწერთა გროვა სავით ემხობიან. მეორე ფრთა ჯოჯოხეთის ხილვას წარმოგვიდგენს. აქ მხოლოდ საშინელებები, ცეცხლი და სატანჯველია. ყველანაირი შემზარავი დემონები, ნახევარცხოველები, ნახევარადამიანები ან ნახევარმანქანები სამარადისოდ აწამებენ და სჯიან ცოდვილ სულებს. ეს პირველი და უეჭველად ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მხატვარმა წარმატებით შესძინა კონკრეტული და ხელშესახები სახე შუა საუკუნეების ადამიანის გონებაში ჩაბუდებულ ძრწოლას. იგი ამას ალბათ ვერც მოახერხებდა, რომ არა მაშინდელი ვითარება, როდესაც ძველი იდეები ჯერ ძალმოსილი იყო, ამასთან ერთად კი ახლებურმა სულისკვეთებამ მხატვარი იმის ხორცშესხმის მეთოდებით აღჭურვა, რასაც ხედავდა. ალბათ ჰიერონიმუს ბოსხს შეეძლო ჯოჯოხეთის სურათთაგან ერთ-ერთზე იგივე წაეწერა, რაც იან ვან ეიკმა არნორფინების დაწინდვის მშვიდ გამოსახულებას მიაწერა. მე იქ ვიყავი.